ანა დოლიძეა ჩვენი პირველი სტუმარი, მადლობა ანა ჩვენთან ყოფნისთვის. ბევრ ამაზე მოგვიწევს საუბარი, მაგრამ მათ შორის პირველ რიგში როგორც იურისტ, საერთაშორისო სამართლის მცოდნე, სპეციალისტ, უფლებადამცველ წარსულში, ახლა უკვე პოლიტიკოს, თუ შეგიძლია უპასუხო ირაკლი კობახიძეს, რომელმაც დღეს რამდენჯერმე გაიმეორა დამისახელე თუ კი სადმე ხდება ის რაც ჩვენთან, როდესაც ადამიანები კეტავენ ქუჩას და მათ წინააღმდეგ კანონის სრული სიმკაცრით არ მოქმედებს. აი, რა განსხვავებაა კობახიძის ამ მიდგომასა და დემოკრატიულ ქვეყნებში გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის წინაპირობებს შორის? მოგესალმები გიორგი, მივესალმები თქვენს მაყურებელს. ის ფრაზა, რაზეც თქვენს გაამახვილეთ ყურადღება, რა თქმა უნდა, ნიშანდობლივია და მგონია, რომ გარკვეული წამოწდენა იყო ირაკლი კობახიძის მხრიდან, სერიოზული წამოწდენა, სერიოზული დიაგნოზი კიდევაც ვითარების, იმიტომ რომ ნულოვანი ტოლერანტობა არის სისხლის სამართლებრივი პოლიტიკისა და მიზნების მიზანი. როდესაც სახელმწიფო ამბობს, რომ აი ამ დანაშაულს ნულოვან ტოლერანტობას უცხადებ. ტერმინი არის ასეთი, ნულოვანი ტოლერანტობა. მოდის თეორიებიდან, ნიუ-იორკის უნივერსიტეტიდან. მაგრამ თანაგრძნობა ეს არის ადამიანის თანდაყოლილი თვისება. თუ შენ არა გაქვს სერიოზული პრობლემები, რომელიც მართლა სერიოზულად კლინიკურ დახასიათებას ექვემდებარება და ნებისმიერ ფსიქოლოგსა და ფსიქიატრს შეიძლება უფრო კარგად ეს ახსნევინოთ, მხოლოდ ასეთ ადამიანებს არ აქვთ სხვა ადამიანების მიმართ თანაგრძნობა. ანუ მაგალითად პროკურორს, რომელიც ნულოვან ტოლერანტობას აკეთებს, ხო, ამბობს, რომ რაღაცა დანაშაულზე ვთქვათ, ქურდობაზე, ხო, სახელმწიფოს აქვს ნულოვანი მკაცრი პოლიტიკა. შეიძლება მაინც თანაგრძნობა გაუჩნდეს. თანაგრძნობა არის პიროვნული თვისება და ამისთვის ძალიან მაგარი, ბევრი მაგალითია ვეფხი და მოყმე ქართულ კულტურაში. უფრო კარგი მაგალითი არის ხასან ბეგურაში მოკლული შეზიზღებული, საძულველი ხასანბეგი თავად გირიძე. მაგრამ გურულები მაინც ლექსის ბოლოში ამბობენ, რომ მაგრამ ჩემი ძმა იყო და მაინც მე უნდა დავმარხო. მტერია, მაგრამ ხო ქართველია. მე უნდა დავმარხო. ანუ თანაგრძნობა თუ სერიოზული პრობლემები არ აქვს ფსიქიური და ფსიქოლოგიური და მართლაც კითხეთ ექსპერტებს ჯობია, ხა მე მაინც იურისტი ვარ. თანაგრძნობა არის ყველა ადამიანის მახასიათებელი თვისება. შესაბამისად მხოლოდ და მხოლოდ ფაშისტურ გერმანიაში, ღრმად რეპრესიულ საზოგადოებაში, სადაც მეორე მხარის წარმოდგენა ხდება როგორც ადამიანის არა ადამიანის. ეს იყო ხო ფაშისტური პროპაგანდის ნაწილი. დეჰუმანიზება და შემდეგ ყველა მეთოდი ხსნილია მასთან მიმართებაში. ამ ეპოქაში წმინდა პუტინისტური მეთოდი არის და ეს სიტყვები ხშირად უნდა კი არ გავიმეორებ, მტკიცებულებები მოვიყვანოთ და მტკიცებულება იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში პუტინის ჰიბრიდული ომი გრძელდება. ამის დამადასტურებელია ზუსტად ის, რაც ვლაპარაკობ, ტექნოლოგიურად ეს ეკეთება, ჯერ დეჰუმანიზება, შემდეგ უკვე მასთან მიმართებაში შინაგანად, მორალურად საკუთარი თავის გამართლება, რომ ის არ არის ადამიანი, ის არ არის ქალი, ის არ არის დედა, თორე ესე ხო არ მოიქცეოდა ასე შემდეგ, ამიტომ ნებისმიერი მეთოდი რეპრესიული მასთან მიმართებაში გამართლებულია. მაგრამ მოდი აი დღევანდელი ამბავი, აი მაგალითად ისტორია, რომელიც უკავშირდება ჩვენ ჟურნალის სოციალური მედიის 22 წლის ცირა ჟვანიას. ნუ არიან ადამიანები, მაგალითად შეიძლება ვახოსთან მიმართებაში მათ ჰქონდათ კონკრეტული ამოცანა, იყვნენ რაღაცები უკმაყოფილები და ასე შემდეგ და შურის ძიების გამოვლინება იყოს და მისი იზოლირების ამავე დროს. და მათ შორის ცნობილი ადამიანის დასჯის მეთოდით სხვების დაშინება, იმიტომ რომ მას რეზონანსი აქვს და შედეგს იწვევს. აი, ცირა ჟვანიას, 22 წლის გოგოს, რომლის ხელა ან შვილიშვილები, ან შვილი მაინც ყავს სახში. ასე რატო უნდა მოექცე? რატო უნდა გააკეთოს? ცალსახად, ეგ არის პირველ რიგში აი ამ თანაგრძნობა, ჩვენება, რომ ჩვენ თანაგრძნობა არ შეიძლება გქონდეს, ჯერ ეს ერთი. მაგრამ აქ ის პრობლემაა, რომ ვინც ამას ყველაფერს აღასრულებს, ის ყველა ადამიანი ამას თვითონ გადაიხდის საკუთარ ჭმუნვებში ფასს. მე ამაში დარწმუნებული ვარ, ამაში მარწმუნებს ისტორიები, რომლებიც უკავშირდება გოგი ბერიშვილი იყო, ხო, ციხის დირექტორი. აი ძალიან მაგარი მაგალითია. აი ჰანა არენდს რო აქვს არიხმანი, დრამატული ისტორია, მას უსამძიმრებ მის ოჯახს კიდევ ერთხელ და ძალიან კარგი მახასიათებელი არის რეალურად ადამიანი, რომელიც იყო აი სადამსჯელო სისტემის ნაწილი, თავისი ნებით გახდა, ხო, ხელმძღვანელი, მაგრამ რამხელა ურთიერთობას აყალიბებდა ის პატიმრებთან, როგორ ეხმარებოდა, მხარს უჭერდა, ფსიქოლოგიურ ხარდაჭერასაც უჭერდა ხანდახან, იმიტომ რომ მას ზუსტად
თანაგზნობა ქონდა. ოფიციალური ვერსია რომ დავიჯეროთ, რეჟიმის მსხვერპლი მორიგი ადამიანი არის. პირდაპირ გაგევით მსხვერპლი. თქვენ პოლიტიკოსი ხართ და სიტუაციას პოლიტიკურ ჭრილში ვალდებული ხართ რომ დააკვირდეთ. თუ შეგიძლიათ შეაფასოთ რა წერტილშია ახლა ზოგადად პოლიტიკური პროცესი. რა არის ძლიერი მხარე წინააღმდეგობის მოძრაობის ამ ქვეყნის აბსოლუტური უმრავლესობის, რომელიც არ ეგუება სტატუს-კვოდ საქართველოს რუსეთად გადაქცევას და რა არის ის სუსტი მხარეები, შეცდომები, რომელიც იქნა დაშვებული, რომელიც გამოსწორებად შესაძლებელია ან ალტერნატიული სტრატეგიის ჩამოყალიბება, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა თუ წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩართული ჯგუფი იპოვის თავის ადგილს და აი ეს არაორგანიზებულობის შეგრძნება, რომელიც ამ ეტაპზე არის, მოისპობა და პირიქით ეს ენერგია გადაიზრდება უკვე რაციონალურ პოლიტიკურ მოქმედებებში. კი, პირველ რიგში ვიტყვი, რომ იმ ათვლის წერტილიდან უნდა დავიწყოთ, რომელიც ჩვენ გვავიწყდება ხშირად. რომ ეს არის 2023 აგენტების კანონი, მე 2024 აგენტების შესახებ კანონი, რომლის ამოცანა იყო და გათვლა იყო, რომ ზუსტად ისე როგორც გამოვიდა რუსეთში 300 მილიონიან ქვეყანაში, უზარმაზარ державაში, ამდენი ხალხით, მაგრამ იქ გამოვიდა ამდენ ხალხზე ამ ტიპის ბატონობა, ვიღაცის გამოცხადება აგენტად, ვიღაცის არ გამოცხადება აგენტად და მერე სკოლებში ბავშვების ტრავლა. რუსულად ვიტყვი, იმიტომ რომ თქვენ გქონდათ, მე მგონი ეს ხო, ზუსტად ეს ტერმინი. ანუ ადამიანის ძაგება და პრესინგი, ფსიქოლოგიური წნეხი მასზე. ეს საქართველოში არ გამოვიდა, გამოცანდა ეს იყო. როგორ კგბ-ს სახელმძღვანელოში წერია, რომ აქ გამოვიდა, ბელორუსიაში გამოვიდა, საქართველოში ეს არ გამოვიდა. ეს ათვლის წერტილი კი შეიძლება დღეს ჩვენ ახლა ვერ გავიმარჯვეთ იმ გაგებით, რომ ქართული ოცნება კიდევ ხელისუფლებაშია, მაგრამ თუ ჩვენ ათვლის წერტილად ავიღებთ, რომ ამათ რა უნდოდა, საერთოდ არჩევნებამდე მოხდა ეს, ხო? არ შეიძლება ყველაფერი პირიქით იყო, არჩევნები სწორედ იმისთვის უნდოდათ, რომ ეს ყველაფერი გაეკეთებინათ მე. ანუ არჩევნები ხო მექანიზმია, რომ მე ეს დაამკვიდრო ის იმპერიული ყოფა და ეს არ გამოვიდა. ხო, არ გამოვიდა სწორედ წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზებულობის შედეგად. დღეს რო აი კახარიას პარტია შევიდა პარლამენტში, ხო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდი საქციელია, რეალურად სამარცხვინო საქციელია და კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩემი ღრმა რწმენა, რომ მე ყოველთვის ტროას ცხენი იყო ოპოზიციაში, ყოველთვის, მაგრამ მიუხედავად ამისა, მას რომ აგენტებს არ ეძახიან, მას რომ ქუჩაში მათ შვილებს რომ აგენტებს არ ეძახიან, ყველას მაგათი პარტიის წევრებს გრანტები არ ქონდათ თუ რა, მათ რომ აგენტებს არ ეძახიან დღეს ქუჩაში, ეს ჩვენი მოძრაობის, ეს ყველა იმანო ახოსანაირს დამსახურებაც არის. ეს არის ჩვენგან შენარჩუნებული ჯერჯერობით და ეს წითელი ხაზი აი ამის ფასად არის დასმული. ერთი რამე ცხადია, ეხლა კიდევ მნიშვნელოვანი პოზიტიური რაღაც მინდა ვთქვა. აქ ქართულ ოცნებას ერთი რაღაც ავიწყდება. ეს არის პატარა საზოგადოება, რომელიც არის ძალიან გადაჯაჭვული ნათესაურ ოჯახური კავშირებით, ხო? ავიწყდებათ, იმიტომ რომ ისევ და ისევ რეცეპტი რუსულია. რუსეთში, ნოვოროსისკში და კრასნოდარში და ირკუტსკში ადამიანებს ერთმანეთთან არავითარი ახლო კავშირი არა აქვთ, ხო? ვერ აღიქვავენ, როგორც თანამოქალაქეს. ჩვენთან ეს კავშირი ძალიან ახლოა. შესაბამისად, რეპუტაცია საქართველოში არის უმნიშვნელოვანესი. რეპუტაციული ზიანი და რეპუტაციული მიღწევა არის უმნიშვნელოვანესი. და ამ ხრივ ეს ადამიანები, რომლებიც ციხეში არიან, ეს ადამიანები არიან გმირები. და ქეთა ციცკიშვილი არ არის გმირი, მეყანწიშვილი არ არის გმირი, მარტოხელა დედა პატარა ბავშვი რო ელოდება გარეთ. ის კაცი დედა რო ყავს სარჩენი სოციალურ დახმარებას, ეს არ არის ესენი არიან გმირები. გმირების სახელებს რო ახსოვს, ხო, სახელები. ზია თავისთავად, ზია უკვე რაღაცის ვითომ ზია უკვე დამკვიდრებულია, ხო, და იმედი მაქვს ამ პრიზსაც მიიღებს და საერთაშორისოდაც აღიარებული იქნება. ჩვენ სხვა სინდისის პატიმრები, ბიჭებიც ასე. ყველანი კი ვერ დავასახელებ. ერთი წელი სრულდება თითქმის. ხო, ეს ადამიანი, ეს ჩვენი თანამოქალაქეები არიან გმირები და ჩვენ საზოგადოებაში ეს ძალიან მნიშვნელოვანია. და ამის მაგალითს მე ვიტყვი ჩემ თავზე მე თვითონ. მე ვარ პოლიტპატიმრის შვილი. 10 წლის, 11 წლის, 9 წლის, 12 წლის ვიყავი. მამა ჩემს იჭერდნენ, ის იყო ზვიადის მიმდევარი და რამდენჯერმე, ალბათ 10-ულჯერ ყავთ დაკავებული, დაპატიმრებული 6 დღე, 5 დღე გამოშვებული. ყავთ დაჭერილი, იმიტომ რომ ჩავიდა ზვიადისთან გროზნოში 2ჯერ. იყო ნაწამები. მონაწილეობდა ტელევიზიის აღებაში. იარაღი აიღო მათემატიკოსმა კაცმა და ტელევიზიაში შევარდა. იმიტომ რომ
რუსეთის ოკუპაციას ებრძოდა რუსეთის მხრიდან, ხო? ეხლა მე ამას ყვები როგორც ამ ყველაფრის შვილი, ადამიანმა რომელმაც ნახე როგორც ბავშვმა ეს ყველაფერი. ურთულესი იყო, მე ვერ ვიტყვი რომ ეს ადვილი იყო, მაგრამ ამაზე მაგარ საჩუქარს მამაჩემი მე ვერ დამიტოვე, შეიძლება ვიწირო ეხლა ხო? იმიტომ რომ ვერ დამიტოვებ და ვერასოდეს, ხო? ვერც სახს, ვერც მანქანას, ვერც ვერაფერს გარდა იმ ფასეულობებისა და იმ ხერხემლისა, რომელიც დავინახე რომ მამაჩემს ჰქონდა. ერთადერთი, აი ხო ბევრი ფოტოებია. ერთი ფოტო მაქვს მამაჩემის გადაღებული ციხეში, როგორღაც ვალტერ შუღაიასთან გადაუღეს, გამხდარი ალბათ 60 კილო ამ ხელაკაცი. ძალიან ვამაყობ ამ ფოტოთი რა და ყველა აი ცოტა ხანში ვიკითხოთ. აი შვილებმა, ჩვენი პოლიტპატიმრების შვილებმა და დედებმა და ძმებმა და ჩვენ და იმ ხალხმა, რომელიც ცდილობს რომ დღეს საქართველოს მოგპაროს. მნიშვნელოვანი პარალელი იყო და შედარება, იმიტომ რომ თუ კი რაიმე აქტუალურია ახლა ქართული ოცნების მხარდამჭერთა რიგებში არის ზუსტად ძიება არგუმენტებისა, რითაც შეიძლება გაამართლონ მათ მიერ მხარდაჭერილი ხელისუფლება, როდესაც მაგალითად მცირე ასაკოვანიშვილების დედებს აქტივისტებს უწუნებენ და ის რაც ახლა თქვენ მოყევით ამ თვალსაზრისით მე მგონია რომ ერთ-ერთი ყველაზე სწორი პასუხი არის და გულწრფელი, მაგრამ ბოლოს როგორც პოლიტიკოს ლავ მინდა გითხოთ. ახლა თქვენ თქვით რომ ცოტა ხანში ეს ყველაფერი დასრულდება, შეიძლება დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის, მით უმეტეს დემოკრატიისთვის ბრძოლა არასოდეს დასრულდება, მერაბ კოსტავასი არ იყოს. მაგრამ აი ამ სიბნელიდან ამოსვლის ფაზა თუ დაიწყება, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან განსხვავებით იმ ძველი ეპოქების და პერიოდების, ახლა როდესაც საზოგადოებისთვის გადაადგილება შედარებით ადვილია, რაც არ უნდა ბარიერებს ქმნიდნენ. იმედგაცრუებამ შეიძლება მომავალთან მიმართებაში იმედგაცრუებამ შეიძლება საქართველოს დააკარგვინოს ძალიან მნიშვნელოვანი თაობები, რომელთაც უნდა შეეყვანათ ეს ქვეყანა აი ამ 40 წლიანი უდაბნოში სიარულის შემდეგ აღთქმულ ქვეყანაში, თავისუფალ დემოკრატიულ საქართველოში. ამიტომაც ვღელავ ერთადერთი, მეტი არაფრის გამო, იმიტომ რომ ისტორიას ესენი ვერ გააჩერებენ. რა უნდა გააკეთოს წინამდებობაში ჩართულმა აქტიურმა ადამიანმა, პოლიტიკურმა პარტიამ, აქტივისტთა ჯგუფებმა იმისთვის, რომ ეს დრო დაჩქარდეს? ცალსახაა, კი, ერთის მხრივ ტვინების გადინება არის პრობლემა და იქნება პრობლემა. მეც ვხედავ სოციალურ ქსელში ფოტოებს, რომ იქ წავედი, აქ წავედი, გასაგებია. მაგრამ მოდი სხვა ქვეყნების გამოცდილებასაც შევხედოთ რეალურად. მსგავსმა მოვლენებმა ბევრ ქვეყანას მისცა უძლიერესი, უმდიდრესი და პოლიტიკურად ძალიან გავლენიანი დიასპორა. რაც ჩვენ გვაკლია. ჩვენ დღეს გვაკლია ალბათ ორი რამ და ეხლა რუსთაველის გამზირიდან მოვდივარ და თქვენ კითხვასაც ამით გავცემ პასუხს. მოვდივარ რუსთაველის გამზირიდან, ის გადაკეტილია, მაგრამ პარალელურად ორივე მხრიდან ათეულობით მანქანა მუდმივად ცდილობს, რომ ცადოს გზა და გამზირზე გაიაროს. იმიტომ რომ პოლიცია არიცავს, სახელმწიფო გაწეულია, როგორც აკეთებს ხოლმე ეს სახელმწიფო ყველანაირი პასუხისგებლობიდან ხელი აქვს დაბანილი, სადაც ტომრებით ფული არ იშოვება. პოლიციას ეს გადაკეტილი არ აქვს და მძღოლები სახში მიდიან მესმის ეჩქარებად, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია 200 ადამიანი თუ 2000 თუ რაღაცა ჰანიბალი თუ იულიუს კეისარი რომელიც არ აყვავს ხო ვერ გადაარჩენს საქართველოს თუ ჩვენ არ დავინახეთ სოლიდარობა სხვადასხვა ფენებსა და სხვადასხვა ჯგუფებს შორის. აი აქ ამ მძღოლებს გულისხმობ. რა გახდა? დავივიწყოთ საერთოდ რუსთაველი რო არსებობს. ხო იყო შემოვლითი გზა 1 წელია. ხო რუსთაველის გარეშე. მივცეთ იმ ადამიანებს საშუალება, რომლებიც ისედაც უზარმაზარის გზაზე მიდიან. ხო ეს სოლიდარობის ნაწილი. სოლიდარობის ნაწილი ეხება ასევე იმ ფენებს, რომელთანაც და იმ ხალხს, რომელთანაც ჩვენ უკეთ უნდა მივიდეთ. გიორგი, თქვენ გადაცემაში ყველაზე კარგი საშუალება არის ხოლმე ამ რაღაცების საუბრის იმის, რომ დღეს რეალურად ადამიანებს ძალიან სერიოზული სოციალური პრობლემები აწუხებთ. საფრანგეთი დაინგრეოდა პური 10%-ით რო გაძვირებულიყო. 10%-ით გაძვირდა პური და ეს ამან იმიტომ რომ აი ამ მასში ვარ, რყევაში ვარ, ამან ჩაიარა. ეს პოლიტიკოსების ამოცანაც არის, რომ ის ხალხი, რომელიც გაგიჟებულია ჩემს სოციალურ ქსელში, იმ ხალხმა ისწავლოს მობილიზება და გაიგოს, რომ
ის რაც დღეს ხდება, მისი სიღარიბე, მისი უპერსპექტივობა, თქვენ ამბობთ, რომ უცხოეთში წავლენო. ვინც მოახერხავს წავა და იმედია რომ გახდება ამასობაში, გახდება მდიდარი, წარმატებული და სულ მცირე იმას მაინც გააკეთებს, რომ იმ სანქციებს, რომელსაც ჩვენ ახლა ველოდებით, კიდევ ერთი მაგალითი, აი ყულევის ტერმინალის თქვენ ახსენეთ, ხო? ახლა მე რო წავიკითხე პირველად ეგ ვიფიქრე, იქნებ ბოლოს და ბოლოს ეს იყოს საფუძველი ჩვენი მეგობრებისთვის, რომ აი ახლა მიიღებენ რუსეთის ნავთობზე სანქციებს და საქართველოს სავარაუდოდ მოხდება შემდეგ წლებაში მაინც ამ სანქციებისა, იმიტომ რომ რუსეთის ნავთობი გაგვაქვს, ისთვის ჩამოვააქეს, ჩამოდის ეს ნავთობი, რომ გადამუშავდეს და ექსპორტზე გავიდეს მერე, ხო? მაგრამ სანქციების ხო ბევრი რამე მე ვერ ვიტყვი, ჩემი მეგობრები არიან, ეხა ვიყავი მათთან შეკრებაზე, მაგრამ 27 ქვეყნის კონსენსუსს დრო მიაქვს. ერთი წელი გავიდა, შეიძლებოდა მეტი გაკეთებულიყო, მათ ეს ჩემი პოზიცია ხმამაღლადაც იციან. მოკლედ, სოლიდარობა ამ ხალხისთვის, რომელიც არ არის დღეს სოლიდარული, ან სოლიდარულია, მაგრამ ჩართული არ არის, ვერ აქვს კარგად გააზრებული მისი ყოფა. აბსოლუტურად. მაგრამ მესამე ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გითხრათ, დღეს მქონდა ზუსტად ოცნების მომხრეებთან საუბარი. ღარიბაშვილის და ლილუაშვილის საკითხით ძალიან ბევრი ადამიანი არის გაბრაზებული. ეს როგორც ჩანს არ იყო მათთვის მოსალოდნელი, როგორც ჩანს მათთვის ეს იყო გულისხმობთ უფრო ქართული ოცნების ტრადიციულ მხარდამჭერებს ან ნეიტრალურ ადამიანებს? იმ ადამიანებს, რომლებიც ტრადიციულად ციტირებ, ჩვენ ბიძინა ივანიშვილის სადღეგრძელოს ვსვავდით ხოლმე და ესეთი რაღაც როგორ გაგვიკეთა. ეს არის წის წრეები, რომლებიც დაკავშირებული არიან ამ მოლ ადამიანთან, ღარიბაშვილთან და ლილუაშვილთან. ანუ მე ვფიქრობ, რომ ესეც ამის, რა თქმა უნდა, ამის ნაწილია, ხო, აბსოლუტური ძალაუფლება რყნის. გადავლენ ესენი ფულის შეგროვებაზე, ოღონდ ეს ფული არ მიდის ხალხთან, არც არავისთან არ მიდის, წავა ზევით. ანუ ხალხისთვის მოპარული ფული ზევით რატო უნდა წავიდეს გამაგებინეთ. ეს თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ამ კითხვებზე პასუხი უნდა გაგვცენ, ეს ხალხი დამნაშავეა თუ არა, იჭერენ თუ არ იჭერენ და თუ იჭერენ, მაშინ პასუხი გასცენ იმ ხალხს, რომელიც ამდენი ხანი ქართულ ოცნებას მხარში ედგა, ხო? ეს მათივე მომხრეები არიან და სხვათა შორის ირაკლი კობახიძის გაპარპაშება ჩვეულებრივ ადამიანების ზურგზე გადავიდა, ხო? ის გამოდის და ბრძანებებს არიგებს და იქ ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებიც ამ რაღაცებს აკეთებენ, უკანონო რაღაცებს, რომლებიც საბოლოო ჯამში იმედია მიხვდებიან, რომ არავინ მათთვის ამ საქციელის დაფასებას არ აპირებს, იმ წუთიერია ეს გადაწყვეტილებები. დაფასება კი არა, საციხოდაც ადვილად გაიმეტებენ, როგორც ახლა ამ ადამიანებს. მადლობა. მადლობა თქვენ. გემშვიდობებით, ანატოლიძეს პარტია ხალხისთვის ლიდერს დამშვიდობოთ.